და ბოლოს შავი იუმორისა და საშინელებათა ჟანრის მოყვარულებს დღეს საქართველოს კინოთეატრები ახალი ფილმის პრემიერაზე ეპატიჟება. ყველაზე საშიში კინო 5 კინოთეატრებში რუსთაველი, ამირანი და აპოლოს ბათუმი. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. Kendra? What? There's someone out there. შეიძლება არავინ ელოდა, მაგრამ ყველაზე საშიში კინო გრძელდება. ეს ნაკლებად ხარისხიანი კინოსცენარით მაყურებლის მოზიდვის მეხუთე მცდელობაა. ამას კი ფილმის შემქმნელები პირველ რიგში ჰოლივუდის ცნობილი მსახიობებით შეეცადნენ. ესენი არიან Snoop Dogg, Lindsay Lohan, Charlie Sheen და Mike Tyson. In this house. Wait, I heard something. There's nothing to worry about. რეჟისორმა კარგად ნაცნობი ხელწერა შეინარჩუნა და საშინელებათა ჟანრის ფილმების პაროდია შემოგთავაზა. მთავარი თემა კი 2007 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მისტიკის, პარანორმალური მოვლენის სიუჟეტია. Personal belongings here. It's just so I can run up for ghost and demon residue. Hey, this is stealing. Oh, stinky. ძალიან საშიში კინო პირველად 2000 წელს გამოჩნდა ეკრანებზე. საშინელებათა ფილმების პაროდიას და შავ იუმორს კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, მაგრამ 20 მილიონიანი ბიუჯეტის ფილმმა საპრემიერო კვირას 42 მილიონი შემოიტანა. ასეთი შედეგი ვერ აჩვენა მეორე სერიამ, სადაც ბიუჯეტი 49 მილიონს აღწევდა, საპრემიერო კვირას კი შემოსავალმა 21 მილიონს ვერ გადააჭარბა. Oh man. უფრო წარმატებული აღმოჩნდა მესამე სერია, საპრემიერო კვირას 59 მილიონიანი შემოსავლით. I didn't touch her, I swear. I don't believe you. Please, for God's sake. She's a girl. By intelligences greater than our მეოთხე სერიამ 40 მილიონი შემოიტანა, ხოლო ბოლო, ანუ მეხუთე სერიის შემოსავალი ჯერჯერობით 14 მილიონია. თუმცა ეს 12 აპრილს გამოჩენილი ამ ჟანრის ფილმებისთვის არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია. ქართველი მაყურებელი კი ყველაზე საშიში კინოს მეხუთე სერიას უკვე დღეიდან კინოთეატრებში რუსთაველი, ამირანი და ბათუმის აპოლოში იხილავს.